გაგახარა ღმერთს მოთხოვ გაგახსენდით. ოჩა კიდევ სვანებს გავახსენდით თორე. აქ არის პატარა ციმბირი, რასაც ქვია. ძალიან მკაცრი ზამთარი, ძალიან. ზამთარია ჩვენთან ყოველთვის და თან ყინვა. სულ 10 ბავშვი გყავს. სკოლაში ერთი მარტო. პირველ კლასში არის ხო საბა, პირველშია ხო? ჩემი შვილები რო დადიოდნენ სკოლაში, მე დღე და ღამე სულ ლოცულობდი და სანთელი მქონდა ანთებული, რო ცოცხალი მოეყვანა ბავშვების სახლში. ძალიან ძნელია მართლა, რომ აი აქედან ბავშვი ატარო, ზაფხულზე წახვალ, მოიყვან, არაუშავს კიდევ, მოდიან ცოცხალი, აღწევენ, მაგრამ ზამთრის პერიოდი ბევრი შემთხვევა ყოფილა ისეთი, რომ ავარიაშიც ყვებიან ამ ყინულებზე, ამაზე ბავშვები სიცივით ასე კანკალებს ბავშვი ახლა აბარა იქნება, ახლა რომ იქიდან აქ მოდის, მაინც შესცივდება ბავშვს გზაზე. ბევრჯერ აქედან გზა ისეთი არის, რომ ვერ ამოდის მაშინა. ფეხი თუ წევს ამოსვლა არამე იყინებიან ბავშვები, რა თქმა უნდა, მეტი ამაზე მეტი რა უნდა ვთქვა. 23 კილომეტრო შენ წარმოიდგინე გადამრავლა რამდენი კილომეტრო ბავშვმა რომ მივიდეს, მოიდეს, ისინი კი ვერ სწავლობენ. ისინი დაღლილი მოდიან, მშიერი მოდიან და ვერაფერს ვერ სწავლობენ, უბრალოდ ვერ ასწრებენ სწავლას. დაღლილი ბავშვი ახლა რა უნდა ისწავლოს იმან? რო არ იწვალოს და რო არ იაროს, მაშინ სკოლას თავი უნდა დაანებოს და ბავშვი სწავლობს, ნიჭიერი ბავშვია და იძულებულია და დადის. ზამთარში რა თქმა უნდა ვარესია, ყინულია, თოვლია, ყველაფერი ზვავები ჩამოდის, ქვის წვენა, ის რო წამოა, წვიმა ქვის წვენა გზაზე ყველგან. რამდენი ვიბრძოლეთ აქ სკოლა რო გახსნილიყო, მაგრამ არ მოხერხდა, არ ვიცი. На то, когда Витя и Каха идут, здесь женщины выходят и матлова кричат. А за что спасибо сказать, я тоже не знаю. Пускай меня... Не, много чего сделали, Нина, они, много чего сделали они. Вот наш ГЭС построили здесь, поиграли, пошутили, поехали. Все, здесь бардак оставили. Никакой экологический этот нету. Рыба, сколько здесь на речке был, рыбы все исчезли. სკოლა ის ეს ყველაფერი ჯანდაბას დაყავს ბავშვი ამ სიშორეზე ეს არის, მაგრამ აი ეს პირადად ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენი ეს არის. ამბულატორია პატარა რო დაიდგას რაღაცა, აი წამლებით მომარაგება რო კონდეს სოფელს. გაზაფხულზე ვივლით რაღაცას ვიზამთ. ვიღაცა მოაღწევს ზამთარში რა ვქნათ. ხო არ უნდა დავიხოცოთ. სასწრაფო მე ვარ, მე გეუბნები რომ აქ ვარ მე ამ ხალხის სასწრაფო მე. სოფელში არ ვიცი მე მკვდარი ვიქნებოდი ეს ნაღდია. პირველ დახმარებას უწევ, რაც რანაირი არ უნდა იყოს პირველი დახმარება даже შემიძლია ჭრილობის გაკერვა, დამუშავება, ეს შოკიდან გამოყვანა ადამიანის, ყველაფერი პირველი დახმარება რაც არის, წნევიანები ყავს ისეთი რომ 300-მდე ავიდა აი ამ ქალის აღარ ინტერვიუ რომ მოგცათ, აი ამ ქალის ძალიან მართლა რისკზე დგას. სასწრაფო იქიდან სანამ მოვა ღმერთმანი მანამდე ჩვენ დავიხოცებით ყველა აქ არ არსებობს რომ რომელიმე გადარჩეს აქედან იქ ან ჩვენ მიყვავს ხოლმე ავადმყოფი აქ პირველ დახმარებას გავწევთ და რამდენჯერ ხელით მივასვენებთ აქ ფეხით რო არ შეუძლიათ წასვლა ავადმყოფებს მასე დავაწვენთ ლეჟანკაზე ან რამეზე და ისე ჩაყავს 3 თუ 4 არიან მკვდარი აქ რომ ვერ მივაღწიეთ იქამდე Власть приходит, власть уходит, проблема остается, не знаю. ვიქტორი და კახა მე რომ მიყვარს, იმაზე მეტი მე რა ვიცი, ვინმეს უყვარდა, ვინმე აფასებდეს, მაგრამ გვაქვს პრობლემები და არ უნდა ვთქვათ? უნდა ვთქვათ.